მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ აკრედიტაციის გარეშეს მორიგ გამოშვებას. არსებობს ესეთი საკაბელო ტელევიზია ინტერაქტიული ახალი თაობის Silk TV, რომელიც ფუნქციონირებს თბილისში. აი, ვებსაიტი, შეგიძლიათ ნახოთ, ჩვენიერი ტელევიზია. მოდით ნახოთ ახლა აქ ამ სატელევიზიო არხებს შორის არის თუ არა ჩვენი ტელეკომპანია Maestro. დავრეკოთ. გამარჯობა, საკაბელო ტელევიზიაში გადამთეთ, ან თქვენ თუ შეგიძლიათ პასუხი გამცეთ? დიახ, რა გაინტერესებდა შემდგომ? რა არხები გაქვთ, დაყენება მინდა? არის პაკეტი, რომელშიც შედის, ასე ვთქვათ, 51 არხი და ადგილ 93 არხი. აი, ქართული არხები რომელი გაქვთ? ქართული არის ყველა, თითქმის ყველა არხი, უბრალოდ ამეტავით საცხოს Maestro არ არის. რატო არ არის? ან მოგვიანებით იქნება. როდის იქნება? ეს კონკრეტულ რისკს ვერ გეტყვით, არ მიმდინარეობს. რა პრობლემაა? რამე პრობლემაა? არა, პრობლემა არის, უბრალოდ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. თვითონ Maestro-ს არ უნდა? თუ რაშია საქმე? ანუ ეს ცოტა დეტალებში არ ვარ საცხოს, მაგრამ მოლაპარაკება არხი ყოასა. ხო და თქვენ არა ხართ საქმის კურსში, როდის დამთავრდება ეს მოლაპარაკება, იმიტომ რომ მაინტერესებს ეგ არხი. დიახ, ზუსტად არ ვარ დიახ. ისე კითხულობენ? არხს Maestro-ს კითხულობენ თქვენთან თუ სურთ, ხო? დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. კარგად გზანდებოდეთ. ხო, აბონენტებს სურთ. აი, სწორედ ეხლა შემთხვევით ჩვენს ოფისში გამოიარა დირექტორმა, ჩვენი ტელეკომპანიის ბაჩომ, იკაბიძემ. ბაჩო, ხელფასილოდის იქნება კი არა და რატო არ თავენ ეხლა ჩვენს არხს Maestro-ში? კი არა და Silk-net-ში. Maestro-ს რატო არ თავენ Silk-net-ში? არ ვიცი, ტექნიკური პრობლემაა, ვიძახიან 2010 წლიდან მოყოლე. და არის ტექნიკური პრობლემა? მე როგორც მითხრეს, ვერ ვამატებ საშუალება არ გვაქვს, მაგრამ ციფრულ ტელევიზია. მას შემდეგ რაც მითხრეს, რომ ვერ ვამატებთ არხებსო, დაამატეს რამოდენიმე არხი, GMG-ს პაკეტი. ვისე ლაპარაკებიში? თაკო, ხალხთან თაკო არის, მაგრამ რას გეუბნება რა, აი, აქვს ტექნიკური პრობლემა. ტექნიკური პრობლემა აქვსო, აი, ბოლომდე ჩვენებას აწვევია. კი, ამბობენ ტექნიკური პრობლემა. ჩვენ ტექნიკოსები რას იძახიან? ჩვენ ტექნიკოსები ვერ ხვდებიან რა ტექნიკური პრობლემა შეიძლება გქონდეს. ან ჩვენ ტექნიკოსები ან სლავები და გასაშვებია, ან ისინი რაღაცას იტყვიან. ან იმათ ტექნიკოსები. და იმის ბრალი ხო არ არის, აი, რამიშვილი, ჩემი მოგვარე, კაი კაცი, მიშასთან ახლოს ხო არის, მაგისი არის ეს ტელევიზია და ზეწოლა ხო არ არის რა. არ ვიცი, პოლიტიკურ შეფასებას ვერ მივცე. ხო და მეც არ ამგონია რომ ეგრე იყოს, მაგრამ მოდი რას ვიზა, ვიცი, პირდაპირ იქ რომ მივიდეთ თან მარტო არა, ბევრ ხალხთან ერთად, ვისაც უნდა ჩვენი, ხო? კარგი, გავაკეთოთ, აბა, კაი. მაშინ ასე ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენაც წავიდეთ Silk-net-ში, რათა ადგილზე გავარკვევთ ვითარება. მარტო არ მივალ ჩემს მეგობრებთან ერთად, იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც სურს Maestro-ს ხილვა Silk-net-ზე. აქციის სახე იქნება ალბათ ამას და იმისთვის რომ აქცია იყოს კანონიერი, მე ჯერ მივალ მერიაში და გავაფრთხილებ მას, რომ შეიძლება ქუჩაც გადავკეტოთ და რამე. დაჭერა ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ მინდა. მივდივართ მერიაში. გამარჯობათ. გამარჯობათ. ბატონო? საჯარო ადგილი არ არის ეს, უკაცრავად. მე დაგელაპარაკე. გასაგები ვიცი გიცნობ. გარეთ გამობრძანდით და ისე დამელაპარაკეთ თუ შეიძლება. აქ რო გადაიდი. გასაგები ერთი წუთით. მე ვერ დაგელაპარაკებით. თუ ვინმე ჩამოვიდეს და დამელაპარაკე. კი ბატონო, გამბრძანდით. დამელაპარაკე ხო? ამის გარეშე შემოგბრძანდით? კარგი, ერთი წუთით. რა მაინტერესებს? აი აქ იდგება ადამიანი მაშინ. აქ ხო შეიძლება რომ იდგეს. ნუ დგებით, გასაგები. ერთი წუთით რა. ერთი წუთით. თქვენი სახელით რომ მოგმართოთ. ერთი წუთით. და გადაიღეთ. ერთი წუთით რა მაინტერესებს ეკი? რამდენი მეტრით შეიძლება დავშორდეთ? გაბრძანდით. არა, თქვენი სახელი, კაცრავად, რომ მოგმართოთ სახელით, თქვენობით რომ მოგმართოთ. აქეთ გამობრძანდით? ხო და რამდენი მეტრით შეიძლება? აი, ჩამოვიდეს. აქ ნუ დგეხართ გეულები. რატო? აი აქ რო დავდგეთ ხელს ხო არ უშხთ არავის. აი, აქ დავდგებით. აქ არ შეიძლება რომ გადავიღოთ? გადაღებას ხდება მხოლოდ იმიტომ რომ ეს არის სტრატეგიული დანიშნულების. რა არის? მერია არის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი? აი აქ ამდენი ხალხი რო უყურებს, ტელეფონით რო გადავიღო შეიძლება? არ შეიძლება. აი რატო? არ შეიძლება, იმიტომ რომ თქვენ აკონტროლებთ აქ ხალხს ტელეფონით ვინ იღებს და ვინ არა? აი ყველა იცით, ყველა მიცით. შეიძლება კი ჩუმად რაღაც გადაიღოს, მაგრამ ეს არის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი? დიახ. და აქ ბომბი შეიძლება დავდოთ. საჯარო არ არის ესა? საჯარო არის კი. მე რას მალავთ აქ? არა აქვს ყველას იმის უფლება. აი გენაცვალე, აი შენ რას გელაპარაკებ?
ძვირფასო ტელემოყრილობთ ჩვენ მოვედით მერიაში, რათა გავაკეთოთ ჩვენი განაცხადის ბედი. ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი აქციის მოწყობაზე და მოვედით. როგორც ხედავთ, არც თუ ისე სტრატეგიული არის ეს ობიექტი. ჩვენ ვართ 346. გამარჯობათ. როგორ მუშაობს მერია? კმაყოფილი ხართ? დიახ. გიგითი კმაყოფილი ხართ? თქვენ ხართ კმაყოფილი გიგითი? ალბათ კი. ალბათ თუ რაღაც პრობლემითა ხართ მოსული და. ყველა დავარდა, ნახოთ. კარგია. თქვენ ხართ კმაყოფილი გიგით? პირველად არ მოსული. ვაყვან, კაია, პირველად. ვინმე არის უკმაყოფილო გიგით? თქვენ გააქვთ პრობლემა? არიან დევნილები. რა არის? ვარ კოთორის ხეობიდან. დიახ. 20 იანვრიდან ბაგების ქალაქის მეორე კორპუსიდან გამომასწავლე. უკერში ცხოვრობენ სამი პატარა მცირეწლოვანი ბავშვი. პატარა მცირეწლოვანი ბავშვი. აქ რაზე ხართ მოსული? რაზე და მერია თხოვენ რომ რამენაირ. და რა, არავინ არ გიხმაურებათ? არა განცხადებას წვეთ აგერ. რამდენი ხანია რაც წერთ? 20 იანვრიდან. ეხლა რა ქნას გიგი? დაბალია და არ მყოფი. ფალის ოპერაცია გავიგეთ და მეორეზე მჭირდება ფული არ მყოფი. გავიგეთ. აქ რას თხოვთ მე? რას ხო და პროგრამაში ჩაწერა. Თქვენ გაქვთ პრობლემა გენაცვალ? Да, есть. Какая проблема? У меня вот написала заявление, она по-русски не принимает. По-русски не принимают? Да. А по-грузински? По-грузински вот переводчика нету. Да, это плохо. Спасибо. კი ბატონო, რეგისტრირებულია? რეგისტრირებულია, ხო? რაღაცა საჭიროა კანონის მიხედვით, რაღაც საბუთო. პასუხს მოგართვეთ ახლა. ახლა ანუ ჩვენ შეგვიძლია უკვე ამ ვიმოქმედოთ, ქუჩა შეიძლება გადაიკეტოს თუ ხალხი იქნება საკმარისი რაოდენობით და მერია გავხსნათ. ეთი თუ შეიძლება გეთახვა, შეიძლება რომ კითხოთ პოლიციაში ახლა ეს მიბიტანო თუ თქვენ გააფრთხილეთ? არა, გავფრთხილებული იქნება. არ უნდა პოლიციას გაფრთხილოთ. ერთი წამით მაინც დავაზუსტებ, შეიძლება. არ არის საჭირო გაფრთხილებული იქნება, თქვენ შეგიძლიათ იმოქმედოთ. მიბრძანდე და თუ დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. კარგად განდევთ. როგორც ხედავთ, ჩვენ მოვიპოვეთ ეს ქვასროჭრის ისეთ ქაღალდი და სიტყვებთან ვატარებთ რა აქციას. მერია გაფრთხილებულია. მეგობრებო, ვინც აქციაზე ხართ, მოსული აი აქეთ გადმოდით თუ შეიძლება. აქეთ გავაგდით. ვირფასო მეგობრებო, საპროტესტო აქცია გაცხნად გამომიწყადებია. აქ არის კომპანია სიკნეტის ოფისი. სიკნეტი არის კარგი საკაბელო ტელევიზია, რომელიც ართავს ჩემს არხს, მაესტროს საკუთარ კაბელში. მიზეზი არის ტექნიკურიო, ამბობ. არა და არ არსებობს ტექნიკური მიზეზი, ჩვენმა ტექნიკოსებმა გვითხრეს. რა არის ახლა რა მიზეზი შეიძლება იყოს? ეს არის პოლიტიკური ხასიათის ზეწოლა ამ არხზე, საკაბელოზე, ვის დამფუძნებლად. იმიტომ რომ იმის შემდეგ რაც დაასახელეს ტექნიკური მიზეზი, ჩართეს ძალიან ბევრი სხვა არხი. ეხლაც გარკვევით არ გვეუბნებიან მიზეზს. მე აქ დაპატიჟოთ მოგიწვიეთ, იმიტომ რომ დავანახოთ რომ არის ხალხი, რომელსაც სურს მაესტროს ჩართვა ამ საკაბელო არხზე. დავანახოთ რომ არც თუ ისე ცოტანი ვართ ამ ორ შაბათის წვიმიან დილას. და კიდევ იმიტომ რომ აი შევალე ხარ. გავარკვევ რა ხდება. და შესაბამისად გამოგიტანთ პასუხი. თქვენ ყველანი ხომ მომხრეხართ იმისა რომ სიფრებში გაერთო. გავიდეთ და გავიგოთ რა. აგრეთვე ციგარში 70 წაკარდა, მაგრამ არ მინდა ჩვენ წესი გიდავდება. ჩვენ გვინდა ვინმე რომ გამოვიდეთ ჩვენთან სალაპარაკად. კი ბატონო, კარგი, დაველოდებით, ხო? კარგი, დიდი მადლობა. და თუ იქნება შესაძლებელი რომ მალე გამოვიდეთ. რა თქმა უნდა. კარგი, მადლობა. მაესტრო! მაესტრო! მაესტრო!
მადლობთ გასავად რო ჩამოვარდე მე არავის არ დავაკეთე აი კი ბატონო ბატონო პრემიერს დაიმაგრე გამოვლენ დაგელაპარაკე ხელი გეშლებათ ჩვენ ამე ხო არა გაქვს წერილებითი მომართვა არა წერილებითი მომართვა არა ვარ მაგრამ ყველა გაფრთხილებული იყო 3 დღით ადრე რა ხო გაქვს რამე წერილებითი არა არანაირი ჩავაბარებთ არა ჩამოვიდეს წარმომადგენელი ან ჩვენავალთ კამერები და იქ დარბაზი გექნებათ და იქ დავილაპარაკოთ წერილობითი სავარაუდო იქნებოდა ბატონო არა აკაუნტს არ ერთხელ რას ნიშნავს წერილობითი მედია გადავსებულია ჩვენი აკაუნტს იქნება ეს ის ჩვეულებრივი სქემა ზოგადად მეგობრებო ჩვენი მიზანი არ არის არანაირად კერძო კომპანიისთვის სტილის მიყენება ჩვენ გვინდა პასუხი თუ რატო ართავენ ჩვენს ტელიარხს ამ საკაბელოში რა მიზეზია გვითხრან და დავიშლებით ტექნიკურ მიზეზს ვერ მივიღებთ იმიტომ რომ არ მომწონს როცა მატყუებენ და 21 საუკუნეა ხალხი კოსმოსში ტურისტად დაფრინავს და მაესტროს ჩართვა ციფრულ ტელევიზიაში რა გახდა რა მაესტრო ჩამოდით. ძალიან დიდი ბოდიში. ამდენად შეიძლება აი არც ჩამოვიდე. პერიოდ რო გაიგე რა. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია კიდე მოვიყოლდე რა რა. ესე მოვიცი. ხო, შეგიძლიათ აი ამ ტელეფონით. ხო. არეკო დაწიფლებანი აღნიშნული. მე მაქვს შეხვედრა არავისთან არ მაქვს მე მაქვს აქცია რომელიც ახლა იმართება ვარ წინამძღვრიშვილის 95-ში და მინდა რომ სილქნეთის წარმომადგენელი ჩამოვიდეს ჩემთან პრეს რომელი კუთხი და საკაბელოსი ალბათ პრეს-ცენტრის სამსახურის რომელიმე თანამშრომელი რომ დავილაპარაკოთ ან ტექნიკურის მაესტროს არ ჩართვასთან დაკავშირებით თქვენს არხზე და ვარ შალვა რამიშვილი. დიახ, კარგით. საქმის კურსში არ არიან ესენი. სად დამარეკინეთ? საერთოდ არიციან რა ხდება. ეს ოფისი არ არის ეთყობა. ჩავა, დუკაცო. ერთი წუთი. გავიდეთ გარი. ერთი წუთი. თქვენ მე მითხარით ტელეფონის ნომერი. ტელეფონის ნომერი მითხარით, რომელზეც არ ირეკება საერთოდ და რატომ მითხარით? არ არის, არავინ არ პასუხობს. მათ წელი. აი მათ წერია, აი დასაგები არ შეიძლება. არა, დაუძინებთან დამეშება შეგიძლიათ ხოლმე დამნო. ბატონო, არ ხო არა. არ ძალიან პრობლემა. ერთი მასშტაბი ლაპარაკები 2 წუთი და გავას. თქვენ სახელი უკაცრავად დამას. ჩვენ სულ გვინდა გასაგებია. შესაბამისად, ძალიან ერთი და 2 წუთი დავილაპარაკებ და გავას. ჩვენ სულ არ გვინდა გართულებული რა. თქვენ ხო ბძანეთ რომ სილქნეთის წარმომადგენელი ჩამოვიდეს. ველოდებით გადაეცით ან პასუხი გითხარით რომ არ ჩამოვალთ ან ჩამოვიდეს. ხო გესმით? გავა. კი ბატონო, ცოტა ხანი მაგა. 5 წუთში თუ შეიძლება რომ მითქართ პასუხი. გავედით ახლა. და არც კი კადრულობენ რომ ერთი ადამიანი ჩამოვიდეს და ვირფასო, მეგობრებო, არავინ არ ჩამოდის სილქნეთიდან სალაპარაკოდ. ჩამოდი! 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 მე მგონი ძალიან მარტივია. გამოვიდნენ და თქვან რატო მართავთ? გამოვიდნენ ბატონო და მითხრან რომ შალვა რა შენი საქმეა რატო არ თავთ? არ გვინდა და არ ჩავთავთ. ეგეც პასუხია, ხო? თავის კამერაზე კუდის ვანოსი მოდი გადაგვიღე. მოდი რა. ვირბასო დაცვის თანამშრომელი. ჩამოვიდეთ ვიღაცა და ისმაის შალვა რა შენი საქმეა რატო არ თავ? დამეკარგი აქედან და ეგეც პასუხია. ხო გეს ჩამოვლო შესრულები არ და მაინც ჩამოვლო დაცვენ ყველა. თათბირობე რა მითხრა? ხო გასაგებია. ეგ რომ მითხრან ეგეც პასუხია რა. ვირბასო, მეგობრებო, ჩვენ ახლა მივიღეთ ინფორმაცია რომ შესრულები არიან სათათბირო ოთახში და თათბირობენ რომ
რა გვითხრა, ხო? მოდით გავამხნევოთ და დაუყვიროთ. ჩამოდი! 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 შეკითხვა მაქვს, მოკალაკეების დანგრევი? ვა. გამარჯობა, შეკითხვა მაქვს. რაღაცა რო გითხო. მაესტროს უყურებ ხოლმე? მაესტროს უყურებ ხალბატონო. გინდათ რომ აი ერთ-ერთი საკაბელო არხია და რო ჩართოს არ გვთავს ჩემი აზრით თავრობა აიძულებს. კი მინდა მე ძალიან მომწონს ეგ არხი საერთოდ. ხო, გინდათ რომ ჩახო. ხო, სიმართლეს მანდედან ვიგებ. კარგი, დიდი მადლობა. ჩემთან. არ უყურებ? ჩემთან არ იჭერს. არ იჭერს? საკაბელოში რო ჩართონ გინდა, ერთ-ერთი საკაბელოა. გინდა რომ ჩართონ. წინამდე ხო არ იქნები. მადლობს, დიდი მადლობა. კითხო არ შეიძლება მასში გაცემა, ხო? რო ვიცოდეთ ვინ არის რა. ზურავ აქტანგიშვილი პოლიტიკურ დარგში, პოლიტიკურ დაკავების დარგში, პოლიციის უფროს მოადგილე, პატრულის მოადგილე. ხო, წამომიჯო. ხო. პოლიციელია ეს ბატონი? დიახ, უფროს მოადგილე ფორმა რატომაც არ აცვია. ფორმა არ აცვია. პოლიციის უფროს მოადგილე ფორმა უნდა გეცნობს. რატომ ფორმა არ აცვია? ხო შეიძლება ვკითხოთ, იმიტომ რომ უკაცრავ ფორმა გაქციოთ სამსახურეობრივი დიდი ბოდიში. შეიძლება ვკითხოთ აზრი? თქვენ პოლიციელი ძანდებით უკაცრავად? პოლიციელი ხარ? ზურავ აქტანგიშვილი საბატონოს უფროს მოადგილე. რატო არ გვეუბნები? ხოლო დაკავებაშია სპეციალიზებული და ხო, ზაზა მეგაშვილის. ხო, მაგრამ ფორმა აცვია და სამსახურეობრივ მოვალეობას ახდენს. ამიტომ შეკითხვას არ დაუსვავდა. უფორმოები მაინტერესებს. თქვენ პოლიციელები ძანდებით უკაცრავად. უფორმოები ძანდები და ამიტომ გეკითხეთ. არ ძანდები? აბა საიდან ძანდები? შეიძლება აზრი გკითხოთ. მაესტროს უყურებ. ვითხარი, გამტიან არა, რა შენი საქმეა? ეგ მაინც ვითხარი. რა ჩემი საქმეა, ხო? საინტერესო დათვალიერება იყო ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ფორმიან პოლიციელებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ისინი ასრულებენ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას, მაგრამ აი უფორმო ადამიანები არ ვიცი ვინ არიან. რაღაცა გითხარ, ჩვენ რატო გვანერიულებენ? აი რო ჩამოვიდნენ კაცურად და მიხარ რომ არ გთავ, ჩემია ტელევიზია და არ გთავ. ეგეც პასუხი ხო არის? რა გახდა ამ პასუხის? რაიმე პასუხი აი სამადავენ. ხო, უხერხული არ არის. მადანა ხალხი ვარ დამში. ვიცი ხო, მაგრამ იქნებ ეგ მაინც დააბაროთ რა. იქნებ ეკუთვნით. არ ვიცი, რა ვიცი. მოვიდნენ და თქვა, ეს არის ჩვენი კერძო კომპანია, მინდა საერთოდ გამოვთავ ყველაფერს, მინდა ყველაფერს ჩავთავო. ცოტა ხმამაღლა დაუძახდა. დაუძახოთ? ჩვენ ერთად დაუძახეთ? მაესტრო! შარო აცი ამ არაო? ეს აღარ მელაპარაკები. ბატონო? ეს აღარ მელაპარაკები. ეს აღარ მელაპარაკებია? ჩვენ სუქნეთში ხო არ მუშაობ? არა. იქ ხო არ გაივლით, რომ დაგაბაროთ რამე შეიძლება. ხო არ შეივლით. აქ კიდე არის ხო ორგანიზაციაში. ეს ხო სუქნეთის შესასვლელია. აქ არის მარტო სუქნეთის შესასვლელი. დედამომიტეს ასია. სად დადის ეს ხო? ჩემთან ხო არ მოდიხარ? არა. სუქნეთში ხო არ მუშაობ? არა. არ მუშაობ? ვა, ვინ მუშაობს სუქნეთში? აქ რა? არავის სუქნეთში არ მუშაობ. კაცო, აქ რადარა ორგანიზაციებია კიდე? მარტო სუქნეთია ხო? ვა. გამარჯობა, სუქნეთში მუშაობ, ხო თქვენ? არა. სუქნეთში ხო არ მუშაობ? არა. აბას არ მუშაობ. სხვაგან? სუქნეთში ხო არ მუშაობ? სუქნეთში ხო არ მუშაობ? არა. სუქნეთში ხო არ მუშაობ? სუქნეთში ხო არ მუშაობ? აბას არ მუშაობ, უკაცრავად. არსად? ეგ არის მუშაობა ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოს. სუქნეთში ხო არ მუშაობ, უკაცრავად? არა. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დაახლოებით 1 საათია რაც აქ ავართ, პირველი საათია უკვე და სუქნეთის არც ერთი წარმომადგენელი ჩვენთან სალაპარაკოდ არ გამოვიდა.
არა და ჩვენ ვითხოვთ ძალიან მარტივ პასუხს. თუ რატომ არ თავს სილკნეთი მაესტროს თავის ეთერში? ეს არის კერძო კომპანია, მათ თავისუფლად შეუძლიათ თქვა, რომ არა აქვთ ამის სურვილი და არც ჩართავენ და არც ახსნიან. მაგრამ თქვა ბატონო ეგა. თქვა. ამარჯობა. ვიდეო გამოვლენები შევენ ბევრი აქ. ხო. შესაბამისად ჩვენ აქ უშედეგო ყოფნას ამ ეტაპზე Android არანაირი აზრი არ აქვს. მე თქვენ გთხოვთ ყველამ, რომ ყურადღება გქონდეთ სოციალურ ქსელებთან, ტელევიზიასთან და ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ აქციას, სადაც გაცილებით ბევრი ხალხი მოვა და მოითხოვს იგივეს, რასაც დღეს ვითხოვდით. გვითხრან, რატომ არ თავს სილკნეთი მაესტროს. ეგ არის და ეგ. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. აი ასე დამთავრდა პირველი დღე კომპანია სილკნეტთან. უშედეგოდ შეიძლება ითქვას, მაგრამ ერთი პაწია შედეგი მაინც არის. კომპანიას აშკარად უჭირს იმის თქმა, რაც სრულად ლოგიკური იქნება. ჩვენ ვართ კერძო კომპანია და გვინდა ჩავთავთ მაესტროს, გვინდა არაო. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა თქო. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ აქციებს, ბრძოლას, კამპანიას და ვნახოთ რა, ან სილკნეტი ჩართავს მაესტროს, ან ყველა მიხვდება, რომ სილკნეტი არის პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. მიშა სააკაშვილის პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. კარგად გრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.